ცეცხლმოკიდებული პარლამენტის შენობა 4 ოქტომბრის ოპოზიციურ სცენარში მთავარ როლშია. ამ ბანერზე სცენარისტებს სიტყვა მშვიდობიანი გამორჩათ, თუმცა მაინც ირწმუნებიან, რომ დამხობა მშვიდობიანი იქნება და ამაზე პასუხისმგებლობასაც იღებენ. მე ანა წიხლიძე აქტიურად ვარ ჩართული 4 ოქტომბრის ორგანიზებაში და ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ ეს რუსული რეჟიმი მშვიდობიანად დაემხოთ. ნაციონალური მოძრაობის თვალით დანახული მშვიდობიანი პროტესტი კი ასე გამოიყურება. პარლამენტს ცეცხლი უკიდია. აქციის მონაწილეები ძალადობენ ან მშვიდობიან შეკრებაზე ხალხს ასეთი აღჭურვილობით ეპატიჟებიან. თუმცა პაატა ბურჭულაძე მღერის და ამ სიმღერით რევოლუციონერები დამხობის მშვიდობიანობის დამტკიცებას ცდილობენ. ძალადობა დაანონსებული, აბა რა აქვთ ახლა? მართა სისულელეებს ლაპარაკობენ, მშვიდობიანად დაგხოცავთ უყალასო, ესე ხო არ არის, არა? ეგრეთ წოდებული მშვიდობიანი დამხობის ავტორებისგან ძალადობრივი აქციის ორგანიზება, რომ მმართველი გუნდისთვის სიახლე არ არის, ეს აქამდეც არაერთხელ ითქვა, თუმცა იმის გამეორება, რომ შესაძლო შედეგებზე პასუხისმგებლობა რადიკალიზმის წამხალისებლებმაც უნდა აიღონ პარლამენტის თავმჯდომარეს დღეს კიდევ ერთხელ დასჭირდა. მოძალადე ჯგუფი აორგანიზებს ძალადობრივ აქციას და ამას სოლიდარობას უცხადებს ევროკომისიის პრესმდივანი და დღეს როგორც ნახეთ, იმყოფებიან ნაცმოძრაობის წარმომადგენლები ბრიუსელში, შეხვდნენ ევროკომისიის ვიღაც წარმომადგენლებს, სადღაც ევროპარლამენტში. ჩვენ რაღაც არ გვსმენია მათი მეორე მხრიდან განცხადება, რომ მათ მოუწოდეს, რომ ძალადობაზე თქვან უარი. ერთი ქვაც თუ გავარდა 4 ოქტომბერს პოლიციელის მიმართულებით ან სხვა მიმართულებით. ერთი ძალადობის ფაქტი თუ დავინახეთ ჩვენ ნაცმოძრაობის მიტინგიდან. თუ აღარ ვსაუბრობ იმაზე, რომ ხა ისინი რა ქვია, მაშხალებს თუ მოიტანენ და მოლოტოვის კოქტეილებს და ასე შემდეგ. ამაზე პასუხისმგებლობა უკვე გაზიარებული აქვს ევროკომისიას და ევროპულ სტრუქტურებს. სცენარი გაშიფრულია, გაფრთხილებაც გაცემული. მთავრობის მეთაური ყველას მოუწოდებს კანონის ფარგლებში დარჩნენ, რადგან სახელმწიფო არჩევნების მშვიდ ვითარებაში ჩატარების პასუხისმგებლობას იღებს და გადაცდომებზე რეაგირებაც შესაბამისი იქნება. ყველას მინდა შევახსენო, რომ ჩვენ მთელი სიმკაცრით ვამოქმედებთ კანონს, მათ შორის პოლიტიკურად მოტივირებული დანაშაულის წინააღმდეგ. ჩემი მეგობრული გაფრთხილება ამ ადამიანებს, რომ არ წაუსდეთ ხელი. წინააღმდეგ შემთხვევაში ფეხს ამოგრავენ რაღაცას. მართლ გუნდს ოპოზიციის არც ფიცის წამს და არც ქცევა აკვირვებს, თუმცა ეს ის შემთხვევა, როცა აქციის ორგანიზატორებმა პროცესების რადიკალიზაციის სურვილები ამ ქარდებით და ვიდეო რგოლებით თავად გათქვეს.